მოგესალმებით, დღეს არის e-commerce review-ს შემდეგი ეპიზოდი და სტუმრად ვართ ძალიან საინტერესო კომპანიასთან, ეს არის HD Solution-ი. მათთან უკვე ვიყავით, თუმცა დღეს ცოტა უფრო ტექნიკური ტიპის საუბარი გვექნება მათთან და ჩვენი სტუმრები არიან ნინო გვაზავა, კომპანიის დირექტორი და CEO და მარიამ ჯანჯღავა, DevOps გუნდის ხელმძღვანელი. გამარჯობათ და დიდი მადლობა რომ დავხსნით ინტერვიუზე. გამარჯობა. მარიამ, თუ შეიძლება თქვენით რომ დავიწყოთ პირველ რიგში მაინტერესებს რა განაპირობებს, თქვათ აი რა უფრო ტექნიკური ფაქტორები განაპირობებს მომხმარებლის კარგ გამოცდილებას, თქვათ e-commerce მაღაზიების სარგებლობისას. მომხმარებლის კარგი გამოცდილება პირველ რიგში პირდაპირ ესე დამოკიდებულია აპლიკაციის სისწრაფეზე, ხელმისაწვდომობაზე, თვითონ ამ აპლიკაციის მაღალმდგრადობაზე, რა პროცენტობით არის downtime-ში, რა პროცენტობით გვაქვს error-ები, latency. ამ ყველაფერს ჩვენი კომპანიის გადმოსახედიდან ვუყურებთ unified observability, ანუ ფართომასშტაბიანი ხილვადობის პრინციპით. ასევე ვუყურებთ დატვირთულობას, რა სახის დატვირთულობა გვაქვს user journey, რამდენად არის ოპტიმიზირებული, კომფორტული მომხმარებლისთვის, რადგან რაც არ უნდა საინტერესო დიზაინი გქონდეს e-commerce website-ზე, თუ მომხმარებელი შეამჩნევს განელებას, checkout-ის პროცესში გარკვეულ პრობლემებს, ეს პირდაპირ დისკომფორტი არის ნებისმიერი მომხმარებლისთვის და შეიძლება დატოვოს კიდევაც checkout-ის მომენტში ჩვენი ვებგვერდი. ამასთანავე ჩვენ ვუყურებთ მაგალითად რამდენად უსაფრთხოა დობის მომენტს e-commerce website-ის გადმოსახედიდან და ვაკვირდებით თუნდაც მაგალითად კოდის მხარეს რამდენად არის მოწყობილობები, ვუყურებთ ზოგადად კიბერუსაფრთხოების მხარეს რამდენად არის რეგულაციები დაცული და ამასთანავე runtime-ში აპლიკაცია გაშვებულ მდგომარეობაში რამდენად არის მოწყობილებებისგან გასუფთავებული, ასე რომ ვთქვათ. ძალიან საინტერესო. კი, აბსოლუტურად გეთანხმები რა იმ დეტალებში რაც ჩამოთვალეთ რა, რომ ასე არის მომხმარებელი მომენტალურად, რამე დისკომფორტი თუ აქვს მომენტალურად ცდილობს რომ დატოვოს და ვთქვათ აღარ გააგრძელოს შოპინგი, აღარ დაასრულოს რა. ანუ მარიამის იდეა რომ გავაგრძელო, რატო არის მნიშვნელოვანი მომხმარებლის გამოცდილება ამ ციფრულ არხებში, რატო არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი e-commerce-ის წარმატებისთვის, იმიტომ რომ თუ მომხმარებელი კომფორტულად არის online მაღაზიაში პროდუქტის ყიდვასთან, მას ძალიან დიდი ალბათობით მაგალითად Amazon-ზე უშოპინგია, eBay-ის გამოცდილებაც ქონია და შესაბამისად ციფრულ სივრცეში, როგორც ხსნის ჩვენს ლოკალურ მაღაზიას, ანალოგიურად გვერდზე აქვს გახსნილი Amazon-ის შოპი. შესაბამისად ჩვენი კონკურენტი არ არის რომელია ფიზიკური ლოკალური ქსელი, არამედ ჩვენი კონკურენტი არის Amazon, eBay, Best Buy, Temu, კი ბატონო და ასე შემდეგ Alibaba და ასე შემდეგ ძალიან ბევრი ტრენდიოდი, მოკლედ. ესეთი კომპანიები, რომლებსაც აქვთ კოლოსალური რესურსი, ათობით ადამიანი, საუკეთესო ტალანტი გლობალურად, რომელიც მუშაობს ამ მიმართულებით და ქმნიან საუკეთესო ციფრულ გამოცდილებას. მაგალითად, მე პირადად ალბათ ბოლო 3-4 წლის განმავლობაში არ მახსოვს Amazon-ზე შესყიდვის დროს რომელიმე ნაწილში ხარვეზი მქონოდა და აპლიკაციას გაეჭედა მათ შორის Black Friday-ზე, როცა რამდენჯერმე მაღალი აქვთ მომხმარებლების ვიზიტი და ვთქვათ გაცილებით მეტი ადამიანი შოპინგობს მაგ პერიოდში. ანუ უბრალოდ ხარვეზების გარეშე მუშაობს, რისთვისაც ძალიან დიდი ხანი ემზადებოდნენ და უამრავი ტექნოლოგიური know-how აქვთ. ამ სტანდარტებთან კონკურენციის გაწევა უწევს ლოკალურ e-commerce, იმიტომ რომ მომხმარებელს არ აინტერესებს ჩვენ Amazon-ის data center-ში ვართ და ეს რესურსი გვემსახურება თუ აქ და მაგალითად, ვიცი 50-ან 100 კაციანი, ესეც ბევრი არის პრინციპში ქართული ბაზრისთვის IT გუნდის. შესაბამისად ძალიან რთული არის იგივე ხარისხის დაჭერა, მაგრამ ალტერნატივა არ გვაქვს. ყველა ვარიანტში იგივე სერვისი უნდა შევთავაზოთ მომხმარებლებს და სწორედ ამიტომ აი მარიამ რაზეც ისაუბრა, რომ ზუსტად ვიცოდეთ რა დაინახა მომხმარებელმა, რა იგრძნო, რაზე იფიქრა, როცა ჩაიტვირთა აპლიკაცია ან არ ჩაიტვირთა ბოლომდე, rage click-ი გააკეთა, რაც ნიშნავს იმას, რომ აი 100-ჯერ დააჭირა გაბრაზებულმა რაღაც ხილაკს. ამის შესახებ ჩვენ უნდა ვიღებდეთ ინფორმაციას ეგრევე და ზუსტად უნდა ვიცოდეთ აი დაწყებული ინტერფეისიდან ბაზამდე და კოდის დონეზე საწავი და ტრანზაქცია როგორ დაბრუნდა უკან. ამ ხილვადობის გარეშე უბრალოდ შეუძლებელი არის, არათუ ბევრი დრო დაგვეხარჯება, შეუძლებელი არის კარგი გამოცდილების შეთავაზება მომხმარებლებისთვის.
და შესაბამისად ძალიან ვამაყობთ, რომ ძალიან დიდი წვლილი გვაქვს ბევრი ქართული კარგი e-commerce-ის, აი ესეთი პოზიტიური გამოცდილების შექმნაში მომხმარებლებისთვის და კაი საქმეს აკეთებთ. კი, და განსაკუთრებით მარიამის, ესე ვთქვათ, ესეთი მარიამის შექმნილ სერვისს ვეძახით ხოლმე, რომელიც ცოტა უფრო კომპლექსურია და მაღალი დატვირთვებისთვის ამზადებს აპლიკაციას ბევრ კონტექსტში, მაგრამ ალბათ ჯობია რომ მარიამმა ისაუბროს ამ პროდუქტზე. მარიამ, როგორ შეიძლება ბიზნესებმა პროაქტიულად მართონ თავიანთი ეს საუკეთესო გამოცდილება, ასე ვთქვათ რა. კი ბატონო, ძალიან საინტერესო კითხვა, იმიტომ რომ ჩვენს გუნდში ყოველთვის მივესალმებით პროაქტიულობას და არა რეაქტიულობას, მაშინ როცა უკვე მომხმარებელს წინა აქვს აი ეს პრობლემები, რაზეც e-commerce და ნებისმიერმა ციფრულმა პროდუქტმა მანამდე უნდა იმუშაოს, ეს უნდა იყოს მოგვარებული, წინასწარ, გათვლილი და ასე რომ ვთქვათ, მოგვარებული ისე რომ არანაირი პრობლემა არ მივიდეს პროდაქშენამდე, რასაც ჩვენ მეძახით. იდეაში ჩვენ ვიწყებთ პირველ რიგში დატვირთულობის ტესტირებით, რეალურ სიმულაციას ვაკეთებთ იმ user journeys, რაც მომხმარებლისთვის შეიძლება საინტერესო გასავლელი იყოს ბიზნესის გადმოსახედიდან, შემდგომ უკვე ამ ყველაფერს სიმულაციური კუთხით ვამუშავებთ, ვაკეთებთ პატარა mini DDoS-ის ვარიანტს და ამ ყველაფერს უკან ვუყურებთ მონიტორინგის ხელსაწყოებით, რომელიც უკვე კოდის ხაზის სიზუსტით ჩადის ნებისმიერ პრობლემამდე, ნებისმიერ ერორამდე და ნებისმიერ bottleneck-ამდე, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მომხმარებლის გაღიზიანება ჩვენს ვებგვერდზე. შემდგომ ამისა უკვე ვუყურებთ ასევე runtime-ში რამდენად არის პროდუქტი ჯანსაღი, IT გადმოსახედიდან რამდენად არის ტექნიკურად გამართული და ასევე კოდის მხარეს რამდენად არის სრულყოფილი, ისევე როგორც სინტაქსურად, ასევე მოწყობილობების და უსაფრთხოების კუთხით. შემდგომ უკვე ამ ყველაფრისა ვუყურებთ პარალელურად რეალურ მომხმარებლებს, რას საქმიანობენ, როგორ აკეთებენ ამ თავიანთ გადასვლებს, მაგალითად კატეგორიებში და არჩევებში და კალათაში. ქცევებს რა მთლიანად რა. ქცევებს. ამას ვუძახით real user monitoring-ს, რომელიც უფრო სესიების ჩაწერით, გადახედვით მიმდინარეობს და პარალელურად იმისა, რომ ვუყურებთ მომხმარებელი რას საქმიანობს ჩვენს e-commerce website-ზე, ვუყურებთ ტექნიკურად კოდის მხარეს რა შეიძლება იყოს გამომწვევი ნებისმიერი ერორისა, რომელსაც ინტერფეისში ვხედავთ და აღვიქვავთ ნებისმიერი ჩვენგანი. ანუ ვუყურებთ როგორც fronts, ასევე backs, ანუ შიდა სამზარეულოს ჩვენი ვებსაიტების. და ამავდროულად განვიხილავთ ნებისმიერი სახის რეკომენდაციას, რა შეიძლება იყოს რესურსულად ოპტიმიზირებული, დატვირთულობის დროს იქნება ეს თუ რეალური, ნორმალური და მოქმედებების შამს და ამ ყველაფერს უკვე სრულყოფილად განვიხილავთ ერთობლივად ჩვენ როგორც კონსულტანტები ტექნიკურ გუნდებთან სხვადასხვა e-commerce ვებსაიტების და გეგმავთ რა შეიძლება იყოს პირად უფრო განვითარებული, რათა უფრო უკეთესი ციფრული პროდუქტი მივაწოდოთ მომხმარებლებს. ხო, ესე იგი ფაქტურად მთელ ბიზნეს პროცესში ღრმად ჩადიხართ და ამას მე უკვე კი ბატონო, აი იმის დანახვაც კი შეგვიძლია პროცენტულად რამდენი მომხმარებელი შემოვიდა ვებგვერდზე, ან მობილურ აპლიკაციაში, რამდენი გადავიდა კატეგორიებში, შემდეგ რამდენი გადავიდა კალათაში და ამის მიხედვით შეგვიძლია ასევე დავთვალოთ ბიზნესის გადმოსახედიდან რა სახის შემოსავალი შეეძლო მიეღო ბიზნესს და რა სახის შემოსავალი მიეღო. რო გამართული ქონოდა რაღაცები ხო. ძალიან საინტერესოა. ამის შედარებასაც ვაკეთებთ გარკვეულწილად ფინანსურ ანალიტიკასაც ვეწევით ტექნიკურ ანალიტიკასთან ერთად. და აი თქვენი კომპანია ამის აუდიტს თუ აკეთებს დაუშვათ რა, თუ შეიძლება რომ კომპანიამ მარტო აი რაღაც აუდიტი მოითხოვოს რა. იდეაში სერვისი, რომელიც ნინო მახსენ არის უწოდეს აუდიტი, მთლიანად ამ პროცესებს ვაკეთებთ ერთჯერადად აუდიტის სახით და ამ ყველაფერს ზემოდან ვამატებთ ისეთ კიბერ უსაფრთხოების სტანდარტს, როგორიცაა პენტესტინგი და threat intelligence, მაგრამ რეალურად ყოველთვის ურჩევთ, რომ ეს ყველაფერი იყოს უკვე დანერგილი, გამართული და ყოველდღიურობაში ესეთი დიდი ნაწილი. თუმცა აუდიტის სახით სერვისად ყოველთვის უზრუნველყოფთ ამ ყველაფერს. ძალიან მაგარია, ხო, და ბიზნესისთვის ესეთი მნიშვნელოვანი და აუცილებელი, კი, იმიტომ რომ ძალიან დიდი შემოსავლები შეიძლება დაკარგოს ბიზნესმა ამის არ ქონით რა. კი ბატონო.
მარიამ, კიდე ესეთი რაღაც მაინტერესებს რა, დიდ დატვირთვებზე როგორ შეიძლება ვთქვათ e-commerce-მა გაუძლოს აი ამ ესეთი დღეები, როდესაც არის ვთქვათ Black Friday ან რაღაცა ფასდაკლება აქვთ. ამისთვის როგორ უნდა მოემზადოს ბიზნესი. და საინტერესო კითხვაა, ჩვენ იდეაში ამას აი სტრუქტურიზებულად მივყვებით. პირველ რიგში ვუყურებთ ინფრასტრუქტურულად რამდენი capacity აქვს, ასე რომ ვთქვათ, ორგანიზაციას და ამ planning-ში, ესე რომ ვთქვათ, ცოტათი ჩავიხედავთ ხოლმე. შემდგომ უკვე გეგმავთ აი ამ მთლიან user flows, business flows, აი დაწყებული როგორც წეღან ვახსენე შესვლით, გაგრძელებული კალათაში გადასვლით და ტრანზაქციებით და ავტორიზაციაც ერთ-ერთი მათგანია ხოლმე პროცესის. აი ამ user flows ვადგენთ და ვაკეთებთ load stress testing-ებს. შესაბამისად, მე უკვე ეს მინი დიდო სიმულაცია, რომელიც არასდროს არ ემთხვევა რეალურ დროში, როცა მომხმარებლები არიან ჩვენს ვებსაიტზე, რათა რაღაც დამატებითი დატვირთულობა არ იყოს და რეალურ მომხმარებელს არ შეეხოს. შემდეგ უკვე აი ამ ყველაფერს უკან ვუყურებთ მონიტორინგის ხელსაწყოთი, ვათვალიერებთ როგორც სიმულაციურ დატვირთულობას, შემდგომ ასევე რეალურ დატვირთულობას ვადარებთ ერთმანეთთან. სიმულაციის დროს ვუყურებთ ინფრასტრუქტურა რამდენად დატვირთულია, სად არის ბოთლნექები, სად გაიჭედა ესე რომ ვთქვათ ჩვენი აპლიკაცია და შესაბამისად რამდენჯერმე ვაკეთებთ ამ სტრეს ტესტს. პირველადი გადატესტვის შემდეგ უკვე პირველადი შედეგების გამოსწორების შემდგომაც ხელმეორედ ვაკეთებთ ამ სტრეს ტესტს და რეალურად დაახლოებით რა რაოდენობაზე უნდა იყოს მზად ჩვენი e-commerce ვებსაიტი, ვიცით და აი ამ რაოდენობას ვიყენებთ უკვე მერე სიმულაციის დროსაც. მონიტორინგის ხელსაწყოს შემდგომ უკვე ვიყენებთ დამატებით რეალური кейსების გასახილველად, რეალურად რა ხდება, იქ იქნება სხვადასხვა სერვისების დატვირთულობა თუ მაგალითად რაღაცა სპეციალურად გეგმავენ ხოლმე იმ პერიოდში აქციებს, რომ ბინი აქციებს, ესე რომ ვთქვათ, რომ გავარკვიოთ სიმულაციური რამდენად ემთხვეოდა რეალურს და შემდგომ უკვე ამ ყველაფერს პარალელურად ვუკეთებთ კოდის ანალიტიკას, მოწყობებზე, სკანირებას, runtime-ში, სტატიკურად, pen testing-ს და ასე რომ ვთქვათ, ერთობლივად ვაკეთებთ როგორც DevOps-ის, ასევე DevSecOps-ის და კიბერუსაფრთხოების ერთობლივ პაკეტს, რომელიც უკვე შემდგომ სრულ ხილვადობას აძლევს ჩვენს პარტნიორებს თავიანთ e-commerce ვებსაიტთან დაკავშირებით. შესაბამისად, გავცევთ რეკომენდაციებს, რომლებიც ყოველთვის ესეთი ზუსტი და მიმართული არის საბოლოოდ მომხმარებლის კმაყოფილებასთან ისეთ პიკურ მომენტებში, როგორც თქვენ ახსენეთ, მაგალითად Black Friday-ზე, დღესასწაულებზე, სხვადასხვა დაბადების დღეებზე და ასე შემდეგ. აქ მეც დავამატებ, მაღალი დატვირთვის დროს ძალიან სპეციფიური არის e-commerce, იქიდან გამომდინარე, რომ ცუდი განზრახვის მქონე გუნდებსაც მაშინ უნდებათ ხოლმე შეტევის განხორციელება, იმიტომ რომ განსაკუთრებით მოწყვლადი არის ციფრული სერვისები ამ პერიოდში. ერთი და მეორე იქიდან გამომდინარე, რომ რეალური მომხმარებლები ძალიან დიდი ტრაფიკის დროს თუ შეძლებენ რომ წარმატებული კიბერშეტევა განახორციელონ, ის ეფექტები გაათმაგებული არის როგორც რეპუტაციული, ასევე ფინანსური და ყველა სხვა. შესაბამისად, კიბერუსაფრთხოების კუთხით მომზადება პლატფორმების ამ დროს რამდენჯერმე უფრო მნიშვნელოვანი არის და ანალოგიურ კონტექსტში ჩვენ ახლა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ონლაინ კაზინოებს ვეხმარებით რომ უფრო მოემზადონ და მაღალმდგრადები იყვნენ და ახალი ესე ვთქვათ სერვისი გვაქვს რომელსაც ახლა პირველად გავაჟღერებ თუ დადგა მომენტი როცა მაგალითად ონლაინ მაღაზია იქნება თუ ონლაინ კაზინო თუ ასე შემდეგ აქვს ძალიან დიდი რაოდენობით შემოტევა როგორც რეალური ესე ვთქვათ გაფილტრა იქნება საჭირო იმიტომ რომ ბოტების თუ დიდი რაოდენობით შემოტევა არის და ცუდი ტრაფიკის, ჩვენ შეგვიძლია რამდენიმე წუთში გადავრთოთ და რა რაოდენობით რა მოცულობის დიდო შეტევაც არ უნდა იყოს პრაქტიკულად დავფილტროთ და მაღალი სიზუსტით გამოვუშვათ რეალური მომხმარებლები, რომ მათ შეფერხება არ ქონდეთ და ეს ასე ვთქვათ ბოტები ტრაფიკის სრული ელიმინაცია გავაკეთოთ, რაც ყისიერად შეიძლება, მოკლედ, რა თქმა უნდა, ჯობია რომ პროაქტიულად მომემზადოთ ამისთვის და არის უამრავი ხელსაწყო, თავიდან როგორც ვთქვით, უფრო აუდიტს ვაკეთებთ და ვხვდებით რისდამი არის პლატფორმა მოწყვლადი და შესაბამის, ასე ვთქვათ, ფარებს თავაზობთ ხოლმე, მაგრამ თუ პროაქტიულად ეს საკითხი არ მოხდა, შეგვიძლია რეაქტიულადაც იმ მომენტში მყისიერად ჩავერთოთ და ეს რისკი პრაქტიკულად თავიდან ავარიდოთ.
რაც ესეთი უნიკალური და მაღალი და ძალიან მაღალი დატვირთვისთვის მაღალ რისკებზე გათვლილი სერვისი არის. მსგავსი ზომის კიბერშეტევები ქართული ინფრასტრუქტურებით რთულად დაგენერირებადია, იმიტომ რომ საქართველოში მსგავსი ზომის წყარო ინფრასტრუქტურები არ არის ხოლმე, თუმცა რაც არ უნდა დიდი, ასე ვთქვათ, დიდო შეტევა იყოს, შეგვიძლია რომ ჩვენი პარტნიორების მეშვეობით, რომლებიც სოფლიოში ყველაზე დიდ კიბერშეტევებს და დიდო შეტევებს ბლოკავენ, მათი დახმარებით შევაჩეროთ და მივცეთ საშუალება ბიზნესს, რომ შეუფერხებლად გააგრძელოს კრიტიკულ, ასე ვთქვათ, მომენტებში მათი მომხმარებლების სერვისი. ხო, ну როგორც ახსენე რა, ხა ონლაინ კაზინოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ იქ სხვა ტრაფიკებია და სხვა ტექნოლოგიურად სხვა არის, გამოწვევებით სხვა არის და იქ უკვე მართლა მილიწამებს აქვს მნიშვნელობა, რომ ყველაფერმა იდეალურად იმუშაოს. კი, გეთანხმები. ნინო უსაფრთხოება ახსენე რა და e-commerce-ებისთვის აი რა უსაფრთხოების მომენტები არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი e-commerce სექტორისთვის. ხო, e-commerce ჰაკერებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველი პლატფორმებია, იქიდან გამომდინარე, რომ აქ თავს იყრის როგორც ფინანსური ინფორმაცია, ასევე პერსონალური ინფორმაცია და ასევე customer intelligence, ანუ რა აინტერესებს მომხმარებელს, რაზე შოპინგობს, ასე შემდეგ. ანუ სამი სხვადასხვა განზომილების თავის მხრივ ძალიან საინტერესო ინფორმაცია შეიძლება რომ ერთიანად წაიღოს იმ შემთხვევაში თუ გატეხავს სისტემას იმასთან ერთად რომ რეპუტაციული ზიანი და ასე შემდეგ ყველაფერი სხვა. შესაბამისად, ეხა ჩვენც დიდი e-commerce-ების შემთხვევაში ვხედავთ, რომ როცა მაღალი დატვირთვები აქვთ, იქ აუცილებლად პარალელურად შეტევებიც ხდება ხოლმე სამწუხაროდ და უკვე წლების განმავლობაში ცოდნა და გამოცდილება დაგროვილი არის, როგორ უნდა დაიცვან ამ ყველაფრისგან თავი. E-commerce-ების შემთხვევაში ეს კიბერშეტევები და კიბერრისკები, აი რა კლასიფიკაციებიც არსებობს, ალბათ ყველა რელევანტური არის მათ შემთხვევაში ამ არქიტექტურიდან გამომდინარე, როგორც მაგალითად API-ები უნდა ქონდეთ დაცული, იმიტომ რომ სხვადასხვა გადახდის სერვისებს იერთებენ, მარაგების სერვისებს იერთებენ, მომწოდებლებს, ასე შემდეგ, ანუ როგორც API და ეს მხარე უნდა ქონდეთ დაცული, ასევე ფრონტში რახან მომხმარებლებს აქვს ძალიან აქტიური ინტერაქცია აპლიკაციასთან, მაგ მხარესაც დაწყებული cross-site scripting-ით და მომხმარებლების ავტორიზაციით, პრაქტიკულად ყველა კლასისადმი ძალიან რელევანტურია და დაცვა არის საჭირო. შესაბამისად, არის სხვადასხვა მექანიზმები, რომლებიც, ასე ვთქვათ, unified ერთიან დაცვას თავაზობს და ბევრ დომეინს ამ კიბერრისკებისას ერთიანად ფარავს, ან შეიძლება რომ მაგალითად თუ პლატფორმა მას უკვე გუნდი წყვეტს, თუ პლატფორმა კონკრეტული რისკებისადმი თავისი ვერსიებიდან, ტექნოლოგიიდან, არქიტექტურიდან გამომდინარე მოწყვლადია, მაგ შემთხვევაში უშუალოდ პირველ რიგში მაღალ კრიტიკული რისკების დაცვას უზრუნველყოფს და მერე გადავდივართ ყველაფერ სხვაზე. ამას განვსაზღვრავთ რამდენიმე მექანიზმით. პირველი არის შეღწევადობის ტესტირება, რა თქმა უნდა, რომელსაც ვაკეთებთ. გარდა ამისა, threat intelligence, რა დროსაც ჩვენ დომეინების და ქვედომეინების მიხედვით გარედან ვსკანავთ აპლიკაციას და ვუყურებთ აი ამ მომხმარებლის სახელით, როგორც wide web-ში, ასევე dark web-ში, თუ ვინმე სადმე რამეს ლაპარაკობს, თუ რაიმე ინფორმაცია არის გაჟონილი, თუ რაიმე გარედან ჩანს, რომ მოწყვლადი არის ვერსიები, ასე შემდეგ, მოკლედ ამ ყველაფერს რაღაც რამდენიმე დღის განმავლობაში ვსკანავთ, ვუყურებთ და მთელი ინფორმაციას ვიღებთ და შემდეგ უკვე კრიტიკულობიდან გამომდინარე ვაპრიორიტეტებთ, საიდან დავიწყოთ ამ ყველაფრის მოგვარება და როგორც ვახსენე, შეიძლება კარგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა იყოს პროაქტიული და მაქსიმალურად მომემზადოთ ამისთვის და მე უკვე სიმულაციებსაც ვაკეთებთ, რომ სიტყვაზე 10,000, 50,000 პარალელურ მომხმარებელზე სისტემა როგორ მუშაობს და სხვადასხვა შეტევების დროს როგორ მუშაობს, თუმცა რეაქტიულადაც შეგვიძლია რომ ჩავერთოთ და ავარიდოთ თავს ესეთი მოზღვავებული ბოტების შეტევა მაგალითად თუ ესეთი რისკი რეალიზდა, რაც ხშირად რეალიზდება ხოლმე. გასაგებია. ნინო, როგორ იყენებს დღეს e-commerce სექტორი AI-ს და რა მიმართულებები არის ყველაზე პრიორიტეტული ეგება მაგაზეც მოგვიყვეთ. AI როგორც პრაქტიკულად ყველა სხვა მიმართულებით, პრინციპში e-commerce-ში კიდევ უფრო ესეთი აქტუალურია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი quick win-ის გაკეთება არის შესაძლებელი. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს არის ჩატი, სადაც ვიტყოდი რომ ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად ინტეგრირებადი არის ხელოვნური ინტელექტი და ბევრი საქმის, ანუ ბევრი
კრიტიკული რესურსის გამოთავისუფლება შეიძლება მოხდეს, მაგალითად ოპერატორების, რომლებიც უფრო კომპლექსურ кейსებზე შეიძლება გადაერთონ და customer care-ი ცოტა უფრო სხვა დონეზე აიყვანონ. რა თქმა უნდა, AI ასისტენტი არის პირველი. შემდეგი არის უკვე მომხმარებლების სეგმენტაციიდან პერსონალიზაციაზე გადასვლა, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ანუ როცა Amazon-ზე ვშოპინგობთ, იქ აჩენს იმ და თემუც მათ შორის, ხო? და ყველა ესეთი გიგანტი პლატფორმა გვიჩვენებს იმ პროდუქტებს, რომლებიც ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენთვის შეიძლება რელევანტური იყოს და ყველა ფიდი არის აბსოლუტურად უნიკალური და არ მეორდება სხვა მომხმარებლის ფიდთან. როცა ეს გამოცდილება აქვს სხვა პლატფორმებზე, აქაც იგივე უნდა შევთავაზოთ იმისთვის, რომ კონვერშენი გქონდეს მაღალი და შესაბამისად პერსონალიზაცია მომხმარებლების ინტერესებიდან გამომდინარე, მსყიდველობითი უნარიდან გამომდინარე, იმისთვის, რომ კმაყოფილი დარჩეს მომხმარებელი საინტერესოა, კონვერშენისთვისაც რა თქმა უნდა საინტერესოა პერსონალიზაცია, იმიტომ რომ მაგალითად თუ ფასისადმი სენსიტიური მომხმარებელი ყავს, უფრო უნდა შევთავაზოთ მაღალი დისკაუნტ ფასდაკლებები სადაც გვაქვს, მაგრამ თუ ყავს მომხმარებლები, რომლებიც უფრო პრემიუმ პროდუქტებს შოპინგობს და როცა ვანახლებთ მაგალითად საწყობს მაშინ შოპინგობს იმისთვის, რომ ყველაზე ესეთი უნიკალური პროდუქტები შეიძინოს, მათთვის წესით არარელევანტური უნდა იყოს და არც უნდა შევთავაზოთ ფასდაკლებები, იმიტომ რომ ამით უბრალოდ გამოცდილებას ნაკლებად ვაუმჯობესებთ, ეს ნაკლებად აინტერესებს, შემოსავალს ვკარგავთ უბრალოდ. ამიტომ მომხმარებლის ინტერესების ცოდნა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რის შესახებაც e-commerce პლატფორმებს, რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი ინფორმაცია აქვთ, იმიტომ რომ ხედავენ რა სკროლავს, რაზე ჩერდება, რას უყურებს, რა მოწონს, ანუ პრაქტიკულად გემოვნების შესახებ ყველაზე ზუსტ ინფორმაციას იღებენ და ალბათ ლამის დანაშაული არის ამ ინფორმაციის არ შენახვა და მე არ გამოყენება. ხელოვნური ინტელექტი, რა თქმა უნდა, იყო მანამდე სხვა ტექნოლოგიები, რითაც ამ ყველაფრის კორელაციების კეთება ხელითაც შეიძლება, მაგრამ რა თქმა უნდა, AI, machine learning-ი და ასე შემდეგ გაცილებით სწრაფად და გაცილებით საერთოდ სხვა მასშტაბზე გვაძლევს საშუალებას, რომ ვმართოთ მომხმარებლის გამოცდილება დიდი ხანი დავტოვოთ ჩვენს პლატფორმაზე და როცა ჩვენ პლატფორმაზე არ არის, მაშინაც ჩვენზე ვაფიქროთ, იმიტომ რომ ვიცით მისთვის როდის არის საინტერესო და რა ტიპის პროდუქტები. ამიტომ AI უფრო მეტად ეს ორი არის. კონტაქტ ცენტრის ნაწილი და პერსონალიზაცია, სეგმენტაცია, თუმცა უკვე აი მაგალითად მარაგების დაგეგმვაში ძალიან აქტიურად ვიყენებთ ხოლმე ვეხმარებით, რომ არა მხოლოდ მარაგები, მაგალითად წარმოებაც კი დაგეგმონ, იქიდან გამომდინარე, როგორი ტიპის გაყიდვებს ელოდებიან სეზონების, ესეთი მაგალითად სხვადასხვა აღდგომას როგორი სპეციფიკა უნდა იყოს და ასე შემდეგ. წინა გამოცდილება თუ შენახული და სტრუქტურირებული კარგად არის, ძალიან მაღალი სიზუსტით შეგვიძლია ეს ყველაფერი დავაგეგმინოთ, რომ არც დანაკარგი გქონდეთ და არც არარეალიზებული შემოსავალი. ნინო, რა ბარიერები არსებობს AI-ის დანერგვისას და როგორ შეიძლება რომ კომპანიამ ეტაპობრივად დაიწყოს AI-ის გამოყენება? კი, ნუ ყველაზე დიდი ბარიერი არის ხოლმე მონაცემების არ შენახვა საკმარისი მონაცემების იმისთვის, რომ დასკვნები სწორად გამოვიტანოთ, ან არასტრუქტურირებულად, არასაკმარისად სტრუქტურირებულად. როცა ეს ნაწილი არ არის კარგად მომზადებული და დალაგებული, ძალიან რთული არის მერე უკვე ხარისხიანი დასკვნების გამოტანა. ალბათ ეგ არის ყველაზე დიდი ბარიერი, უკვე დანარჩენი სამუშაო პროცესის ნაწილი არის ყოველთვის მოდელის დატრენინგება, სწორად ინფორმაციის მიწოდება, სწორი უსაფრთხოების პარამეტრების შემოტანა და ჩაკეტვა და ასე შემდეგ. უკვე მერე დანარჩენი ყოველთვის სამუშაო პროცესია, თუ ხდება დატა, რომელიც მეტნაკლებად კარგად არის შეგროვებული და დალაგებული. თქვენი კომპანია აკეთებს ერთ-ერთ ისეთ გრანდიოზულ ღონისძიებას, ტექ ღონისძიებას, ეს არის Change Inspire. რომელსაც გეგმავთ ივლისში, როგორც ვიცი, და თუ შეიძლება რომ ამის შესახებაც მოგვიყვეთ, რა არის და რატო არის თქვათ ეს ღონისძიება მნიშვნელოვანი e-commerce-ისთვისაც. კი, ანუ ეს არის კონფერენცია, სადაც ტექნოლოგიურად გლობალური ლიდერი IT კომპანიები იყრიან თავს, მაგალითად Google, Amazon, Microsoft, Dell, HP, Palo Alto და ასე შემდეგ ძალიან ბევრი სხვა. შესაბამისად, ეს რა თქმა უნდა, თავარი აქცენტი იქნება ხელოვნურ ინტელექტზე, იმიტომ რომ ეს აბსოლუტურად ყველა ბიზნესს ცვლის დღეისთვის და ძალიან დიდ ღირებულებას, ძალიან დიდი სარგებელი მოაქვს ყველასთვის, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ როგორც ელექტროენერგიასავით, ესე ვთქვათ, ყველა ბიზნეს პროცესში არის ჩაკერებული უკვე და არაფერი, ესე ვთქვათ, ამ საკითხზე
საუბარიც აღარ უნდა იმდენად ორგანული ნაწილი ხდება ტექნოლოგიების. შესაბამისად გადავწყვიტეთ, რომ აქცენტი, რა თქმა უნდა, იქნება, მაგრამ სხვა თემაზე გაგვეკეთებია და წლევანდელი ძირითადი თემა იქნება Big Tech. და ვისაუბრებთ იმ კომპანიებთან ერთად, რომლებიც გლობალურად ქმნიან ტექნოლოგიურ კლიმატს, ვისაუბრებთ აი მომავალი წელი და სიტყვაზე მომავალი 2-3 წელი როგორ იქნება ტექნოლოგიებში. ეს კომპანიები იქნებიან სავარაუდოდ Nvidia და ჩვენთვის ძალიან ბევრი მსგავსი ცნობილი ძალიან მაგარია. რომლებთანაც ახლა გვაქვს მოლაპარაკებები და ველოდებით მათგან სტუმრებს. ძალიან გვიხარია ჩვენს წლევანდელი წელი მგონია რომ კიდევ უფრო დიდი და კიდევ უფრო საინტერესო კონფერენციის იქნება. ხო, წინა წლები ძალიან საინტერესო იყო და ვესწრებოდი და ამ წელს აუცილებლად დავესწრები. ყოველ წელს მინიმუმ 30%-იანი ზრდა გვაქვს ყველა მიმართულებით, როგორც მხარდამჭერი კომპანიების დამსწრების რაოდენობა, ასევე სპიკერების კუთხით და ასე შემდეგ ძალიან აქტიურად ვიზრდებით. წელსაც ანალოგიურად ბევრი მიმართულებით გვექნება სიახლე და მასშტაბით საერთოდ სხვა იქნება. ძალიან მაგარია, მოვალ აუცილებლად. რას მიიღებენ მონაწილეები ამ ღონისძიებაზე და რატომ ღირს დასწრება რა ესეც რო აი უფრო დეტალურად გითხრათ. მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურად სპიკერების ლაინაპი გვაქვს ძალიან ესეთი საამაყო და ძლიერი, მახსენეთ კიდეს ეს ბრენდები და კომპანიები და მათგან უფრო ზედა რგოლის წარმომადგენლები გვყავს ხოლმე, ყველა შემთხვევაში მგონია, რომ ყოველ წელს ყველაზე დიდი ღირებულება არის networking-ში. იქიდან გამომდინარე, რომ პრაქტიკულად ყველა საშუალო და დიდი ზომის ორგანიზაციის IT მენეჯმენტი ან უფრო ბიზნესიც მათ შორის არის ხოლმე ამ კონფერენციაზე და ერთი დღის განმავლობაში ყველა იქ ვიყრით თავს ხანდახან ხუმრობთ ხოლმე რომ რაიმე კიბერშეტევები რომ წამოვიდეს გამჩერებელი ხალხი ყველა იქ არის და კი ყველა მოკლედ თავმოყრილი არის ეს IT community ერთ სივრცეში და ალბათ ყველაზე დიდი ღირებულების შემქმნელი და ყველაზე სასიამოვნო მომენტიც ეგ არის რომ ერთმანეთს ვნახულობთ, იდეებს ვუცვლით და ასე შემდეგ და რა თქმა უნდა შინაარსობრივი სცენებზე მომხსენებელთა კონტენტიც ძალიან ღირებულია, მაგრამ მგონია რომ მაინც იმას უფრო ვაფასებთ ჩვენც და დამსწრე აუდიტორიაც. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო და რა ვიცი, ბევრი წარმატება მინდა გისურვოთ. პირიქით მადლობა ლადო ყოველთვის მხარდაჭერისთვის.